საღამოს ეთერის სპონსორია შეპესე Star Group Costa. თქვენი არჩევანი, ჩვენი ფასები. ჩვენ დავბრუნდით ეთერში ვახტანგ მეგრელიშვილი გირჩის ერთ-ერთი ლიდერია ჩვენთან ახლა სტუდიაში სტუმრად. გამარჯობა ბატონო ვახტანგ, მადლობა რომ გვეწვიეთ. ნუ პრაქტიკულად პარლამენტში იყავით და არ გამოვიდა. ალბათ არ ელოდით ხომ ასეთ რეალობას 10 დღით ადრე არჩევნებამდე? არა, უბრალოდ გუშინ ძალიან მოულოდნელი იყო, იმიტომ რომ ფაქტურად ოფისიდან ადამიანები გადიოდნენ ეთერში. სრულად მოულოდნელი, ანუ ეთერის წინ, როდესაც ხდებოდა ბლოკის პრეზენტაცია ერთ-ერთ მედია საშუალებაში, მაშინ გავიგეთ. არანაირი ნიშანი იმის, რომ შეიძლებოდა ყოფილიყო ან კონფლიქტი, ან პრობლემა არ ჩანდა. იცით რა არის, ანუ ზოგადად სიტუაცია იყო ისეთი, რომ არავინ არ გამორიცხავდა კონფლიქტის, არა, ნუ კონფლიქტის როგორ გაუგებრობის ან რაღაც ისეთის წარმოქმნას, მაგრამ ნუ ყოველ შემთხვევაში ახლა პრეზენტაციის წინ მაინც თქვათ ისეთი სპეციალური შემთხვევა იყო, როდესაც ბლოკი მიდიოდა ფაქტობრივად როგორც პროგრამის, ისე საკუთარი თავის პრეზენტირებისათვის ემზადებოდა და ამ დროს, როდესაც უბრალოდ ადამიანები რომელიც გზაში იყვნენ, ტელეფონით გებულობდნენ, რომ ასეთი რამე მოხდა, მოულოდნელია ცხადი. შეგიძლიათ აი თქვენი ახსნა გითხრათ რა მოხდა რეალურად? იცით რა არის? ადამიანებს აქვს თავიანთი როლები, ხო? ანუ მაგალითად ზურას აქვს რაღაც როლი, ალიკოს, თქვათ მე, ანუ პარტიაში ესე არ არის, რომ რაღაც ერთი ქვაბია, რომელსაც ყველანაირ ინფორმაციას ფლობს, ხო? მე მაგალითად ბევრად ნაკლები ვიცი, ვიდრე თქვათ თქვენმა რესპონდენტებმა, რომელიც დღის განმავლობაში ბევრი კომენტარი გააკეთეს, ნუ უბრალოდ არაქართულად ლაპარაკობთ მე თქვენი რესპონდენტებით. ანუ ბევრი ისაუბრეს ამ თემას. ან თქვენ ამბობთ, რომ რაღაცა კონკრეტიკა უბრალოდ არ იცით და შესაბამისად ვერც გვეტყვით. მაგრამ მე ყველა კითხვას დავსვათ თანმიმდევრულად და რაზეც გაქვთ პასუხი, იქნებ გითხრათ. აი ჯერ მოდით განვიხილოთ პაატა ბურჭულაძის ვერსია, რომ თქვენ გაგიშვათ ეს იყო მისი გადაწყვეტილება, რომ თქვენი წარმომადგენლები თქვენც მათ შორის აღარ ყოფილიყავით სიაში, იმიტომ რომ რაღაცა ტიპის სქემა იკვრებოდა მის ირგვლივ, რომელიც უნდა ყოფილიყო დაფინანსებული ყოფილი პრემიერის ივანიშვილის მხრიდან და შემდეგ მოხვედრილიყო პარლამენტში თქვენი შესვლის შემთხვევაში მის ინტერესში. ეს ვერსია არის თუ არა, მეც არა ქართულად ვიკითხავ, ვალიდური? ნინა, მოდი, უბრალოდ მე და თქვენ ამ შემთხვევაში ვართ დაახლოებით ერთ რეგიონ მდგომარეობაში, ჩვენ მოვისმინეთ სხვადასხვა მხარეების მიერ აღწერილი ისტორია და მოვძებნოთ ის ნაწილი, რომელშიც ეს მხარეები ერთმანეთს ემთხვევიან, ხო? დამთხოვა ხდება ერთ შემთხვევაში, როდესაც ზურა ჯაფარიძე მიდის ბლოკის ოფისში და იქ მას უყენებენ ეს წინადადებას, რომ მას შეუძლია დარჩეს და თქვათ ანუ წევრები, გირჩის წევრები აღარ იქნებიან სიაში. ხო, ანუ ეს ხო არავის არ უარყოფა. გირჩის წევრები თქვენ? დიახ, მე იაგო ხვიჩიან, დიახ. და კიდე ვინ იყო გამსვლელ სიაში? კიდე გიორგი მელაძე, რომელიც იდეაში არ იყო გირჩის წევრი უკვე, მაგრამ ნუ ფაქტობრივად რაღაცნაირად გამოვიდა, რომ ისიც გირჩის წევრი. რეალურად თქვენზე და იაგო ხვიჩაზე იყო ზედაცაობა. იყო საუბარი კონკრეტულად, დიახ. აი თქვენი პერსონის ირგვლივ ბოლო პერიოდში ნაციონალური მოძრაობის მხრიდან იყო განსაკუთრებული ნეგატივი. სოციალურ ქსელებს თუ გადავავლებთ თვალს, თქვენ არ ჯდებოდით მათ ინტერესში განსაკუთრებულად, ან თქვენ მათ აფორიაქებდით განსაკუთრებულად. შეიძლება რაღაცნაირად ეს კუდი მოუძებნოთ ამ თემას, ან ეს ყური მივავათ რომელიმე მხრიდან ამ კუთხეს? რა არის, ცხადია ბევრი რამის ფიქრი შეიძლება, მაგრამ როდესაც მე არ მაქვს რაიმე ისეთი მტკიცებულება, რომლითაც მე ნუ ეს არ გამოვა იგივე ჭორაობის ფორმატი, რა ჭორაობის ფორმატშიც მიმდინარეობს დღევანდელი დღე, მე არ ამას მოვერიდებოდი, რომ ვინმესთვის რამე დამებრალებინა. მე ვფიქრობ, რომ ბევრად მაგალითად ჩემთვის პერსონალურად ახლა შეიძლება ვიღაცა ვისენდობა ვიღაცას, მაგრამ ჩემთვის პერსონალურად ის ისტორია რაც ზურამ მოყვა, იქ იყო 30 ადამიანი, 30 ადამიანი, მე მესმის რომ პოლიტიკაში ზოგადად წესერი ადამიანების დეფიციტია, მაგრამ ახლა 30-ში ვიღაც შეიძლება გამოჩნდეს, ხო? და შესაბამისად რთულია რომ უარყო. მე ვერ ხვდები თუ ზურა ჯაფარიძეც იგივე ასე ვთქვათ, სქემის თუ რაღაცა შეთქმულების მონაწილე იყო, მაშინ ის რატო რჩებოდა? ანუ როგორც მინიმუმ, ხო? თუ ესე არ იყო, მაშინ მე და იაგო ხვიჩიას რა შეიძლებოდა გაგვეკეთებინა ისეთი სასწაული, რომელიც თუ არ ვიცი, რაღაც ამოატრიალებდა ბლოგს ან ქვეყანას, მაშინ როდესაც სინამდვილეში
ორივეს მეც და იაგოსაც ჰქონდა ჩვენი რაღაც ძალიან კონკრეტული მიმართულებები, რომლებიც ჩვენს ინტერესთა სფეროში შედიოდა, თქვა ჩემ შემთხვევაში ეს იყო რაღაც ეკონომიკა, სოციალური საკითხები, იაგოს შემთხვევაში სამართალი და ჩვენი კონტაქტი ზოგადად ბლოკის სხვა წევრებთან მთელი ამ ერთი თვის განმავლობაში, რაც ეს ბლოკი შეიქმნა შევოდნო მეტის ძირითადად იყო ტექნიკური სამუშაო, ჩვენ გავდიოდით იმ თემებს, რომელიც იყო ჩვენი ინტერესის სფეროს, სხვა პარტნიორებთან, სხვა ბლოკში შემავალი პარტნიორებთან და მათთან ჩვენ გამოვნახეთ საერთო ენა, მოვახერხეთ საერთო ენის გამონახვა და არანაირი პრობლემა პერსონალურად არ ყოფილა არც ჩემთან დაკავშირებით და არც იაგოსთან აი დაკავშირებით. თქვენ ბლოკის შიგნით არ გიგრძნიათ ესე იგი ესეთ ნეგატივი, რომელსაც გრძნობდით თქვა ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერებისგან, წევრებისგან სოციალური ქსელით? არა, იქ ჩემთვის გასაგები იყო, რატოც იყო თქვა ნაციონალური მოძრაობის ახლა მე არ მინდა რომ რაღაც ძალიან ამბიციურად გამომივიდეს, მაგრამ მინდა გითხრათ ნინო რომ დაახლოებით 1 წლის წინ, როდესაც მე გადავწყვიტე ესეთ საჯარო პოლიტიკაში ღიად გირჩის დაფუძნებაში მიმეღო მონაწილეობა და შემდგომ გირჩის აქტიურ შექმნაში, ჩემს საუკეთესო ფანტაზიაშიც, აი რომ მაშინ რომ ცოდნოდა რომ აი ეს შედეგი დადგებოდა, მე ზუსტად იგივეს გავაკეთებდი აუცილებლად, იმიტომ რომ მაშინ ჩემი მიზანი იყო რომ ის იდეები, რომელიც დღეს რაღაც ჩვეულებრივი მოვლენა გახდა პირველად 2016 წლის წინა საარჩევნო კამპანიის დროსაც პარტიები პროგრამებზე საუბრობენ, როდესაც რაღაც თქვენ გაქვთ გადაცემები თემატური და ასე შემდეგ. ჩემი მიზანი გახდა ეს. მე უბრალოდ მადაჭ ამაში მოდის მოგეხსენებათ. რაღაც მეტი მოვინდომეთ, ხო? ანუ უკვე ფაქტობრივად ჩვენ წარმოვიდგინეთ, რომ შეგვეძლო მათ შორის მომავალშიც მნიშვნელოვანი როლი გვეთამაშა, როგორც კატალიზატორებს ამ იდეების აქტუალიზაციაში და არა მხოლოდ ამ იდეების. მე ვფიქრობ, რომ ჩვენ საკმაოდ კარგი შედეგი დავდეთ, მე არ მგონია, რომ ესეთი საინტერესო კამპანია და ასეთი როლი რომელიმე პარტიას ეთამაშა წინა საარჩევნო კამპანიაში, რაც რაღაც რამოდენიმე რაღაც ენთუზიასტის მიერ შექმნილ ჯგუფს. თუმცა ცხადია ჩვენს დავუშვით შეცდომები. მე არ ვეთანხმები ზურას და პალიკოს იმ ნაწილში, როდესაც ისინი საუბრობენ, რომ შეცდომა იყო ბლოკში პატაბურჯულაძესთან გაერთიანება. მე ვფიქრობ, რომ შეცდომები მანამდეც იყო, იგივე შეცდომა იყო მემარჯვენეებთან და ვაშაძესთან გაერთიანებაც და კიდევ უფრო მანამდეც იყო შეცდომა ფორმატის თვალსაზრისით, რომელიც ჩვენ ავირჩიეთ, რომ შევსრულყავით ტრადიციულ საარჩევნო კამპანიაში, რაც გირჩის საქმე ნამდვილად არ იყო და ეს ბევრად უფრო რადიკალური შეცდომა გახდათ, ვიდრე ის, რომ თქვა, ჩვენ უკვე რაღაც ბოლოში შევდიოდით ბლოკში. მით უმეტეს, რომ თვითონ ამ ბლოკში შემთხვევით აღმოჩნდა, რომ ძალიან კარგი და სწორი შეხედულების ადამიანებიც აღმოჩნდნენ, როგორც უცნაურად არ უნდა მოგეჩვენოთ. გიორგი პაპავა ძალიან, მე მაგალითად ვისურვებდი, რომ ის გირჩი ყოფილიყო და სავარაუდოდ ჩვენ რომ მანამდე ვცნობოდა ერთმანეთი, გიორგი პაპავა შეიძლება ძალიან კარგი გირჩელიც გამოსულიყო. მოკლედ თქვენ ნეგატივის თქმა ნაკლებად შეგიძლიათ თვითონ სამუშაო პროცესზე, უბრალოდ ეს სიურპრიზი, რომელიც აღმოჩნდა, რომ თქვენს პრაგმატულ ნაწილს აღარ წაახალისებდა, ან პარლამენტში მოხდრის ნაწილს არის ფაქტი. მე მაინტერესებს რამდენს და რისთვის ითხოვდა პატაბურჭულაძე ზურაბ ჯაფარიძისგან ამის შესახებ თუ მოგაწოდათ ზურაბ ჯაფარიძემ ინფორმაცია? მე მგონია რომ ჩვენ გქონდია ხშირად საუბარი და არ მგონია რომ თქვენს ჩემს კუთხეულობას შეჯგებარებოდით, რაც იდეაში ზურაბ ჯაფარიძემ თქვა საჯაროდ შედარებით დაწყნარებულმა იგივე ტექსტი და იგივე მოყვა ოფისში, როდესაც ის მოვიდა აღელვებულმა. ანუ შესაბამისად არაფერი განსხვავებული მე თქვენგან არ ვიცი, უბრალოდ თქვენის ბევრად უფრო დაალაგებულად მოისმინეთ ვიდრე მე. გასაგებია. რაც შეეხება გირჩის კონტრიბუციას ბლოკის არსებობაში, ჩვენ ვიცით, რომ იქ თქვენი ფინანსებიც იყო საკმაოდ დიდი. თუ იცით, რა წვლილი გაქვთ შეტანილი იმაში, რაც ახლა რეალურად წალში გადაგეყარათ. ფინანსურ წვლილზე მაქვს საუბარი. ის რა მართლა მე პირადად პერსონალურად ეს საკითხები ნაკლებად მაინტერესებდა ყოველთვის, მაგრამ მეორეს მხრივ რამდენადაც მე უბრალოდ მეგობრები მყავსათ ჩვათ ადამიანები, რომლებიც ამ ნაწილში ურთიერთობდნენ, ისეთ ბარდაკს ყვებოდნენ, რომ არ ამგონია, რომ თვითონაც იცოდნენ ჯერჯერობით ციფრები.
თუმცა ფაქტია რომ მათ თქვენგან დაფინანსება მიღებული ანუ იმ შეთანხმების ნაწილი რაც ჩვენ გქონდა თავიდან როდესაც თქვა ჩვენ ბლოკში გავერთიანდით აქ ბლოკში გაერთიანების მომენტში იყო ბევრ რამეზე შეთანხმება მათ შორის როგორი უნდა ყოფილიყო წილი რაღაც პროგრამა იქ ფინანსები მე ჩემთვის რამდენად ცნობილია ჩვენი ვალდებულება ამ პერიოდის განმავლობაში შევასრულეთ და მე გავიხსენებ რომ მიხოთ იმისა რომ ეს პირველი შემთხვევა არ არის მე მგონი სურამ უკვე ახსენა პირველი შემთხვევა იყო იმ დღეს როდესაც სიები უნდა გამოქვეყნებულიყო მაშინ რაღაცა იაგო ხვიჩიასთან დაკავშირებით იყო პრობლემა და მაშინაც ჩვენ პრინციპული პოზიცია დავიჭირეთ და თქვით რომ არ მივიღებდით ბლოკში მონაწილეობას თუ ასეთ სულელური მიზეზით რომელიც იყო მაშინ დასახელებული Facebook-ში რაღაცა კონკრეტული მოსაზრების გამოქვეყნების გამო არ უნდა ფენობასთან დაკავშირებით გამოთქმული რომელსაც თქვა იყო მეც ვეთახები და მეც მქონდა ანალოგიური დაწერილი თავისუფლად შეძლებელი იყო რომ ჩემზე ყოფილიყო ეს საუბარი და არა იაგო ხვიჩიაზე ან კიდე რა ვიცი ნებისმიერ სხვა გირჩელზე პოსტი იყო უკაცრავად ანუ იაგომ გამოთქვა მოსაზრება რომ პოლიტიკაში ადამიანები ანუ რომლებიც მოდიან ისინი რაღაც ხატებით არ უნდა დაფრინავდნენ მეც ნახეთ საკუთარი ძველი ვოლი და რაღაცა მსგავს შინაარსის პოსტი მეც მქონია უბრალოდ იმ კონკრეტულ შემთხვევაში იაგოზე იყო საუბარი და შესაბამისად ამ შემთხვევის შემდეგ ჩვენთვის რაღაც დიდად მოულოდნელი ჩვენს მიმართ დამოკიდებულება არ ყოფილა უბრალოდ ძალიან უცნაური ის იყო რომ ამ შემთხვევაში რაღაცა თითქოს თუ ზურა ჯაფარიძე დარჩებოდა ესე იგი გირჩიც ხორჩებოდა ბლოკში თუ გირჩი ფინანსდებოდა ბიძინა ივანიშვილისგან მაშინ ეს ზურა ჯაფარიძე რანაირად იყო ამ ყოლაფრისგან ასე ვთქვათ თავისუფალი ამ პრობლემისგან თავისუფალი და მაგ შემთხვევაში მე და იაგო ხვიჩია ვიყავით რაღაც ბიძინა ივანიშვილის რაღაც ასოცირებული მოკლედ ეს ზუსტად ეს კითხვა თქვენ ამ დრომდე იყავით ბლოკში სადაც თქვენი ფინანსური კონტრიბუციაც ჰქონდა და თქვენ ამას ადასტურებთ ესე იგი ბლოკს ბიძინა ივანიშვილის თანხა რომელზეც აღმოჩნდეს რომ ივანიშვილის არის მიღებული აქვს ცხადია ესე გამოდის თემა სოციალური ქსელები, სადაც თქვენზე ძალიან ბევრი ხუმრობა შეიქმნა, ალბათ ადამიანებს თვალს და იუმორში გირჩის პრობლემა არ ქონია არასდროს. იდეები გააჩინეთ, რაღაც იუმორი წაახალისეთ ადამიანების. ეს თქვენი პოლიტიკური ძალისთვის როგორ ფიქრობთ, პოზიტივშია თუ ნეგატივშია? ჩვენ გვაქვს კიდევაც ერთი კონკრეტული გიფი, ეგრეთ წოდებული ამოღებული, სადაც გირჩი შედის ბურჯულაძის ოფისში, ექსიმსონების მულტფილმიდან არის ამოღებული ეს და გადაკეთებული. შედის, გამარჯვებას ეუბნება და ტრიალდება და გადის. ესეთი ტიპის იუმორით სავსეა დღეს სოციალური ქსელი. თქვენ ეს არასერიოზულ იმიჯს გიქმნით თუ პირიქით? ახალისებს თქვენზე პოზიტიურად აუდიტორიას. მე ვფიქრობ, ამაზე ბევრად უფრო კრეატიული და საინტერესო ვიდეორგოლები თავად ჩვენ გვაქვს გაკეთებული ამ პერიოდის განმავლობაში. ძალიან ბევრ საკითხზე, საკუთარ თავსაც მაინც არ ვზოგავდით და ხშირად ვიყავით თვითირონია არ გვაკლია. მაგრამ რაც ჩვენ შემოვიტანეთ ამ პოლიტიკაში არის ის რომ ამ იუმორთან ერთად ჩვენ დავამტკიცეთ რომ ძალიან სერიოზულად შეგვიძლია მიუხედავად ჩვენი მოკლე ისტორიისა და ადამიანური რესურსისაც მათ შორის ჩვენ ვართ ერთ-ერთი ყველაზე კომპეტენტური ადამიანების ჯგუფი რომელიც დღეს ქართულ პოლიტიკაში არსებობს მათ შორის გარკვეული ღირებულებების და პრინციპების ერთგული. თქვენს იდეებზე საავტორო უფლებები გააქვთ თუ დაუტოვებთ? არა, მე არასდროს ეს იდეები არ ყოფილა ჩემი, ანუ ეს იდეები არ ყოფილა, მაგალითად კონკრეტულად ჩემს თავზე ვიტყვი რომ სხვა ადამიანებზე არ გადავიდე. ეს იდეები არის ზოგადად საკაცობრიო და ამ იდეებს რაღაც ძალიან ბევრი ჩვენზე უფრო გონიერი ადამიანები საუკუნეების განმავლობაში ფიქრობდნენ და ეს კაცობრიობის ჩვენ რაც გავაკეთეთ ჩვენ თავი მოვუყარეთ ძალიან ბევრ ერთი ტიპის შეხედულების იდეას, ერთი ტიპის თქვა სოფხედელობის იდეას და ფაქტობრივად შევთავაზეთ ესეთი თავსებადი მათ შორის როგორც ეკონომიკური, იმიტომ რომ ჩემთვის არა აქვს მნიშვნელობა ეს არის ეკონომიკაში თავისუფლება თუ ეს არის ადამიანის უფლებებში თავისუფლება თუ ასე შემდეგ. ჩვენ შეთავაზეთ მეტი თავისუფლება და ეს ამ მეტი თავისუფლების წინააღმდეგობა ძალიან რთულია და ზუსტად ის რომ რთულია და ნებისმიერ დებატებში ეს ძალიან ნათლად ჩანს რომელი მხარის სასარგებლოდ არის სიმართლე ძალიან ბევრმა პოლიტიკურმა ძალამ რომლისგანაც ჩვენ ადრე არ ველოდით მსგავს მესიჯებს ძალიან ბევრი მესიჯი გადაიღო მე არ მჯერა რომ მათ ამის ესმით ცხადია და გააზრებული აქვს სინამდვილეში რაც მაგრამ ვაიძულეთ რომ დღეს საზოგადოების დაკვეთა არის უკვე ამაზე ვიდრე თქვენ გაგიხარდებათ თუ კი ამ დებატს მე ნებისმიერ შემთხვევაში ვინც არ უნდა გააკეთოს ეს იქნება
იქნება პატა ბურჯულაძის ბლოკი, ეს იქნება ქართული ოცნება თუ ნაციონალური მოძრაობა თუ ნებისმიერი სხვა პარტია. მე ვიქნები მხოლოდ ბედნიერი თუ ჩვენ რა იდეებსაც ლობირებთ ამ პერიოდის განმავლობაში ამ ქვეყანაში განხორციელდება. მე მაინც მაქვს ერთი კითხვა, მე თქვენი აზრი მაინტერესებს ამ თემაზე. ფინალში ეს რაუნდი სააკაშვილმა მოიგო, შეიძლება ითქვას? იცით რა არის, მე ვფიქრობ, რომ ამ შემთხვევაში ანუ მე შემიძლია ესე შევაფასო ეს სიტუაცია, რომ კი დიახ ცხადია სააკაშვილისთვის და ნაციონალური მოძრაობის განსაკუთრებით გარკვეული ადამიანისთვის, რომელსაც მათ შორის რაღაც ანუ პერსონალური დამოკიდებულებები ჰქონდა, იყო ძალიან რაღაც ისეთი გასახარით და ამას ისინი არც მალავენ, მაგრამ ეს იყო მათ შორის ძალიან ისე ვთქვათ კარგი, მოდი ასე ვთქვათ, ქართული ოცნებისთვისაც. როგორც ანუ მე ვფიქრობ, რომ ჩვენი პარლამენტში ყოფნით მე არ მჯერა, რომ ნაციონალური მოძრაობა გაიმარჯვებს ამ არჩევნებზე პირდაპირ გეტყვით. მე ვფიქრობ, რომ ქართული ოცნებას უფრო მეტი შანსი აქვს ამ არჩევნებში გამარჯვების და აქედან გამომდინარე მე ვფიქრობ, რომ ქართული ოცნებისთვის არანაკლები პრობლემა იქნებოდა ჩვენაირი ადამიანების პარლამენტში ყოფნა. მე არ ვარ დარწმუნებული, რომ ეს, ну, შეიძლება საკუთარ თავზე და ჩვენს მეგობრებზე რთული ამაზე საუბარი, მაგრამ ვფიქრობ, რომ ძალიან ბევრ პრობლემას, მათ შორის კრეატიულობით, მათ შორის იმ რაღაც მეთოდებით, რომლის გამოყენებასაც ჩვენ ვაპირებდით, შევუქმნიდით და გრძელვადიან პერსპექტივაში ეს უფრო პრობლემატური იყო ჩვენი არსებობა ხელისუფლებისთვის, ვიდრე ნაციონალური მოძრაობის. ნაციონალური მოძრაობას უბრალოდ რაღაც გაიხარეს, აი, მოკლევადიანი სიხარულის თემა აქვს და მეტი არაფერი. შესაბამისად, თქვენ მაინც არ გაგიკვირდათ, რომ რაღაცა პერსონალური დისკომფორტი შეუქმნით თქვენი ერთთვიანი ურთიერთობის შემდეგ პატა ბურჯულაძეს. პირადად თქვენ გამოვიდა, რომ პერსონალური დისკომფორტი შექმნა ორმა ადამიანმა. თქვენ და იეგო ხუჩია. პატა ბურჯულაძეს მე უბრალოდ მართლა არ აღვიქავდი მათ შორის ჩემი სულ 4-ჯერ მყავს ეს ადამიანი ნანახი ფიზიკურად. 4ჯერ მე მას აქედან 2ჯერ კორიდორში თუ ერთ თათბირზე და 2ჯერ პერსონალურად. მანამდე ოპერაში? ოპერაში არასდროს არ მყავს, იმიტომ რომ მე ოპერაში არ დავდივარ. პატა ბურჯულაძესთან 2ჯერ საუბრის დროს მე მას ვესაუბრე ორ ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვან თემას. ერთი მნიშვნელოვანი თემა იყო ღარიბების თემა, რომელიც მე მილიონი ღარიბის დაფინანსების განცხადება გახსოვთ, თავიდან ვერ მოირგო და ანუ ძალიან მნიშვნელოვანია რომ ეს თემა შემოვიდა პატა ბურჯულაძეს. შეასწავლეთ ანუ მას თემა და აუხსენით რომ მილიონი ადამიანი შეიძლება სარგებლობდეს ქვეყანაში. ეს მნიშვნელოვანია, ბევრად უფრო მნიშვნელოვანი ვიდრე მაგალითად პენსიების ზრდა. მათ შორის პრაგმატულადაც ავხსენით, რომ ეს საარჩევნოთაც უფრო მომგებიანი იქნებოდა მისთვის, იმიტომ რომ სხვა ენაზე მსგავსი ტიპის ადამიანები გამოცდილება მაქვს. სწორად გაშვება. ხო, ანუ თავიდან არ გამოვიდა, თორემ მე ხო გაასწორეს, ანუ ყველაფერი კარგად არის მაგ ნაწილში და მეორე საუბარი შეეხებოდა ნარკოტიკებთან დაკავშირებულ თემას, როდესაც პირველად პატა ბურჯულაძემ განაცხადა, რომ ნარკომანებს უნდა ვუმკურნალოთ, ხოლო მას მე რაც მე მას ვუთხარი, რომ მე არა ვარ სამკურნალო და მე რაღაც 20 წელია მოვიხმარ მარიხუანას და